თქვენ ვაღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო თავრობის წევრებო, პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულო, ყოვლადსამდელონო, მდემთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. დღეს ჩვენ აღნიშნავთ და მთელი საქართველო აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, დიდგორის ომში ქართველთა ძლევამოსილ გამარჯვებას, რომელიც უკავშირდება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლს და სახელს. შეგახსენებთ ასევე, რომ წელს აღინიშნა ამ დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი, შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს. დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო. დიდი რწმენით განჭრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი. და მაგალითი იმისა, რომ როცა ერი ერთიანია, როცა ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია. რადგან ღვთის დიდი შეწევნა მოდის მაშინ, როდესაც ადამიანური ძალებით კეთდება ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია. და აი ამიტომაც მემატიანი აღნიშნავს, რომ დიდგორის ომი ეს იყო ძლევა საკვირველი, რომელიც ქმნა ღმერთმან წმინდისა მეფითა დავითითა. და აი სწორედ ღმერთზე მინდობით ღვთის შეწევნით აღასრულა დავითმა თავისი დიდი ღვაწლი და იმიტომაც შეაძლებინა მას უფალმა ეს ძლევა საკვირველი და აქცია მესიის מחვილად და ყოველი ქართველისთვის საამაყო და საყვარელ და სამაგალითო ადამიანად. მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს აღმავლობა, ეს დიდგორი არ დამდგარა ერთბაშად. ამას წინ უძღოდა დავით მეფის დიდი შრომა და ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მტრებთან. მან თავისი ბრძნული მართლობით, სამართლიანობით, პრინციპული და შეუვალი მიდგომით, ეკლესიის გაძლიერებით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დააყენა, გაამთლიანა, აღორძინა და სრულყო საქართველო როგორც ძლიერი, ძლევამოსილი ქრისტიანული ქვეყანა. მან როგორც წმინდა მდემთავარ გიორგი ჭყონდიდელის მიერ აღზრდილმა და განსწავლულმა იზრუნა ასევე განათლების და მეცნიერების კერების დაარსებისთვის, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. და ერთ-ერთი ასეთი უდიდესი კერა გახდათ მის მიერ აშენებულ გელათის მონასტერთან დაარსებული აკადემია, მეორე იერუსალიმად და სხვა ათინად წოდებული. და აი ამ ბრძენმა მეფემ გვაჩვენა ჩვენ მაგალითი იმისა, რომ მხოლოდ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება და კულტურა შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენი თვითყოფადობის გადარჩენის და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბების. და აი დღეს ჩვენ, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, მრავალგვარი ახალი გამოწვევების წინაშე მდგომი ქვეყანა ვართ და ამიტომ განსაკუთრებით გმართებს დავითის გზის მოაზრება და შენარჩუნება. და გმართებს გვახსოვდეს ის სიტყვები, რაც დავითმა უთხრა ქართველ მებრძოლებს დიდგორის ომის წინ. აღვაპყროთ ჩვენი ხელები ღვთის მიმართ და დავდოთ სიტყვა, რომ უმალ დავეცემით ბრძოლის ველზე, ვიდრე უკან დავიხევთ. აი ამ შემართებით უნდა ვიცავდეთ ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრების წესს
ტრადიციულ წესს, როგორც ამბობს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ჩვენ უნდა ვიცავდეთ ჩვენი წინაპრების მსგავსად ჩვენ წილ საქართველოს, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც. ეს არის ჩვენი დიდგორი დღეს. და აი ამრიგად ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ვიხსენებთ დიდგორის ბრძოლას არა როგორც მხოლოდ წარსულში მომხდარ დიდ გამარჯვებას, არამედ ასევე როგორც მოწოდებას და დიდ იმედს ჩვენი გამარჯვებისა. და აქ ისევ მინდა მოვიტანო მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სიტყვები, რომელიც ასევე თქვენ გაიხსენეთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ დიდგორის ბრძოლა გრძელდება, ის არ დამთავრებულა. ის გრძელდება სანამ ჩვენ ვარსებობთ. და ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში მუდამ იყოს დიდგორის გამარჯვებაც. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს დიდგორობას წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ლოცვით და შემწეობით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. წმინდა დავით აღმაშენებლის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ.